პირადად ლექსით ცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუგმა როგორც სეფიცხვერი. გამარჯობათ პარიცემულო ტელემაყურებლებო. ეს არის გადაცემა ლექსო არ დაიკარგები. მე მისი ავტორი და წამყვანი ლეილა აჩიმაშვილი გახლავართ. დღეს ისევ პანკისის ხეობას ვუბრუნდებით. პანკისის ხეობიდან გვაქვს სტუმრები, ქალბატონი მეკა ხანგოშვილი. ქალბატონი მეკა ხანგოშვილის რეგალიებს აღარ წარვადგენთ. იგი მთელი საქართველოს საამაყო ქალბატონია და ძალიან მდიდარი და ძვირფასი ისტორია აქვს. და დღეს ჩვენი ტელემაყურებლის წინაშე წარვადგენთ არაჩვეულებრივ უნიჭიერეს გოგონას. ეს არის მარიამ ბაღაკაშვილი, ქისტი გოგონა, მოცეკვავე, მომღერალი, უფალმა რომ აჩუქა ორივე ნიჭი, ასეთი გოგონაა. იგი თელავის მე-9 საჯარო სკოლაში სწავლობდა, დაამთავრა მე-9 საჯარო სკოლა თელავის, შემდეგ დაამთავრა ასევე თელავის ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელი. უნიჭიერესი გოგონაა, მონაწილეობს ფოლკლორულ ფესტივალებში, ბევრჯერ გამარჯვებულია, მარიამს ეპატიჟებს სხვადასხვა ტელევიზია, ხშირი სტუმარი გახლავთ იგი. მარიამი მონაწილეობდა პროექტში ახალი თაობა, მისი გამარჯვებულია და იგი ამჟამად გახლავთ ფოლკლორული ანსამბლის პანკისის წევრი. ქალბატონი ბელა მუთოშვილი გახლავთ ამ ანსამბლის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეკა, ჩემო ძვირფასო მარიამ, კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენ სტუდიაში, ჩვენს წარმატებები და შენ სულ წარმატებები და წარმატებები. ქალბატონო მეკა, მოდი დავიწყოთ თქვენი საუბრით მარიამზე და მერე მივცეთ მარიამს სიტყვა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ სანამ მარიამზე გადავალ, მინდა რაღაცა პატარა მონახაზი გავაკეთო ისტორიის, კულტურის და საერთოდ ფოლკლორის გარშემო. ეხლა ჯექი ძელი რომაული აფორიზმი გამახსენდა, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა, კულტურა მარადიული. და განსაკუთრებით კავკასიელები და ალბათ მსოფლიოში არც ერთი კულტურის გარეშე არ არის ისეთი ძლიერი წარმოუდგენელია ეს არ ქონდეს კულტურა. საბედნიეროდ ჩეჩნები თავიანთი მრავალტანჯული და მეომარი ომებით და ომების გარსეცხრცალსი ისტორიის გამო ვერ ქმნდნენ ისეთ კულტურას შესაძლებლობაც ჰქონდათ და ყოველ საუკუნეში ზოგჯერ ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ ხდებოდა ამერის გენოციდი, მათი კულტურის კი არა ისტორიის წაშლის მცდელობა დიდი იმპერიების, ვერაგი იმპერიების მხრიდან და ამდენად ვერ ახერხებდნენ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ თავიანთი კულტურა, თუმცა მადლობა უფალს მაინც ბოლო რამოდენიმე ნახევარი საუკუნის განმავლობაში მათ მოახერხეს, რომ მსოფლიოს მასშტაბითაც კი გაიტანეს თავიანთი კულტურა. მოგეხსენებათ, ჩეჩნების კულტურა ცნობილია, თუმცა ნაკლებად ცნობილია ქისტების კულტურა და ამ შემთხვევაში მე მინდა ვისაუბრო ქისტის კულტურაზე. ქისტური კულტურა მოიაზრება პანკისის ხეობაში და ამ თავითვე მინდა მე რომ თვითონ ამერის წარმომადგენელი ვარ და რაღაცნაირად თავისქებად არ ჩამომერთვას, დავიწყო ქართული კლასიკოსი მწერლების მიერ შეფასებული ქისტური კულტურით, განსაკუთრებით როგორც ძველი ხალხი ღვთისები ამბობდნენ, ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი ქისტური კულტურისა ეს არის ცეკვა, წარმოუდგენელია ჩეჩენი კაცი ცეკვის გარეშე, ყველა ჩეჩენში დაბადებიდან დევს ეს ცეკვის კოდი და ალბათ როგორც ვანესა რედგრენიც აღნიშნავდა, მსოფლიოს მასშტაბით იშვიათია ერი, რომლებშიც ასეთი განსაკუთრებული ნიჭიერება ამ ხელოვნების ამ კუთხით და წარმოუდგენელია, რომ ჩეჩენი კაცს არ ყვარდეს ცეკვა და არ ცეკვავდეს. აი მე თავისუფლებას მივცემ წავიკითხავ, რომ არ შემეშალოს რამოდენიმე ქართული წერლის მიერ როგორ არის დახასიათებული ჩეჩნური ცეკვა, ქისტური ცეკვა. ჩეჩნური ცეკვა არა მხოლოდ ცეკვაა, ცეკვისთვის არამედ მთელი ხელოვნება. ეს არის სიამაყესა და თავისუფლებისადმი ტოლვის მკაფიო გამოხატულება, მისი თითოეული ილეთი. ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის და საოცარი ჟინის სიცხლის სიყვარულისა.
ეს არის განუმეორებელი გრაცია, რომელსაც აქტუალების ზენიტში აყავხარ და იქიდან დაშვება არ გსურს. ერთი სიტყვით ჩეჩნური საოცარი ფენომენია მსოფლიო ხელოვნების ცივილიზაციაში. ამბობს ვანესა რედგრეივი, ცნობილი ინგლისელი მსახიობი, რომელიც ძალიან ახლოს იცნობდა ახმედ ზაქაიას და არაერთხელ ალბათ ჰქონდა ბედნიერება ჩეჩნური ციხის ნახვისა. მიხეილ ჯავახიშვილს მოусმინოთ. არსენაკი ტყემინდორზე და ლურჯას ზურგზეა გაზრდილი. იატაკზე სიარულიც კი არ ეხერხება. მას უფრო ჩაჩნური მოსწონს და ყველაფერს ათამაშებს, ფეხებს, თეძორებს, მხრებსაც, თავსაც, თვალებსაც და უბაშსაც. ლადუმრელაშვილმა ისე საოცრად აღწერა ქისტური ცეკვა, აი არ ვიცი მსგავსად ეს ფენომენი ნამდვილად არავის არ აღუწერია, ეთყობა მიფიქრია რომ ალავერდობაზე ჰქონდა ამის ბედნიერება და აი როგორ გითხრათ ერთ-ერთი აქვს ქისტური ცეკვა აღწერილი. დოხსა და ჭიდაობაზე მეტად ვიჩ ცეკვა თამაში იტაცებდა, დაძუნძულოდნენ ღვინო არყით გაჟღენთილი ხელსურნი. ბობრილის დროს ლაჯებში ეჩრებოდა თითბირით ნაზიკი ფრანგულები და ჭრელი შიგით გაწყობილი ბაჭაჭიან ფეხებს მიწაზე წამოუყმა უძაბუნებდნენ. თუშები უფრო გულისყურიანად ცეკვავდნენ. დოდადო ისე დასჭირლებდნენ და დაზანზარდებოდნენ ვეებატანებით, ფეხებს ისე ოსტატურად ხართავდნენ და მერე ისეთი სისწრაფით და სილამაზით შლიდნენ, გაგიკვირდებოდა. მიწის ზევით არ აგახედებდნენ. ლეკურში ამოსული ლეკები და ოსები ლამის ფეხებით ქარს აყენებდნენ, მაგრამ ქისტურ ცეკვას არაფერი ჯობდა. გადმოხდებოდა წრეში ქისტი, კეფიდან წამოღებულ ფაფახს შუბზე წამოიქორავდა. ნაქანდაკელ საღეზე კუც არ შეატოკებდა, აშხვარტულ ტანს კიდევ უფრო აიწურავდა და კაშილ ხელებს მაჯებში ლამაზად მოხრიდა. შვილის ნარვით გაჭიმული გარმონის ციკციკსა და დოლის ბრაგუნს აყოლილი ჯერ უკან წავიდოდა მოხდენილად. მერე შემობრუნდებოდა და ასეთვე მოძრაობით კვლავ უკან წამოვიდოდა. შემდეგ ასე ნელ-ნელა ყელკის რაღელი შუაში გამოვიდოდა, ერთი დაიჭრებდა. ტაში ჩეჩენი დვერნა ჩუანა და უცებ წრეში ბრიგალი ამოვარდებოდა. რა ნავარდი იყო, რა ილეთები, რა სისწრაფე, რა სილამაზე. დროდადრო შეხტებოდა ქისტი და ცალი ფეხის წვერით შუაში ბოძით დაერჭებოდა, გეგონებოდა ბრინჯაოსგან ჩამოუსხამდა და ქვეყნის დაქცევამდე აქ დარჩება. ეგრე უძრავადო. მაგრამ უცებ გაქვავებული, უცებ მოწდებოდა ადგილს და ისე ბრეგალი დადიოდა წრისში. მე მგონი ასე დაგწერას სხვა კომენტარი არ სჭირდება და მე მგონი რომ ექნება საშუალება სხვათა შორის არის ერთ-ერთი ჩეჩენი, რომელიც მოსკოვშია გაზრდილი, რომლის ვიდეოც მინდა შემოგთავაზოთ და აქ მე აღწერილია თითის მოძრაობით როგორ აჩვენებს ქალს, რომელ მხარეს უნდა წავიდეს და ისე კარგად არის ეს იმ ვიდეოში ის ჩეჩენი ცეკვავს ნამდვილი ჩეჩნობით და მე მგონი მექნება მისი ნახვის საშუალება. მოდი ახლა ჩავთვლოთ ეს ცეკვა, აჩვენოთ მაყურებელს და მაყურებელი თავად დარწმუნდება და ობიექტურად აუწერია ცეკვის ილეთები ამ ჩვენს უწერლებს. لوزة يحكي وانا بشكي خزقلت شو آلامو خين الشجرة قالو يشكي بحر لك بيضامو سؤالو نوكيرك يحكوش وجنا دائم غيغاني نيسر وشدوخش بيحكش إذا تشورامي Habergi xillasaq yiysən, Ləbuşdən vaxt bu qoy Amadu evinə səkiysən, Dilar xəcək yəsə qoy Dilar xəcək yəsə qoy Zamanı şxinuvada yaxma, Tərdinə biyədə baxdan Dəqqərə soviyədə bəxma, Yitsiyələ cəndi quxan Yitsiyələ cəndi quxan يحسبك بحوتيسو هيزا بصو ويلانو حس يدرچي بالغش قيسو سيتا هورا بيسانو هنداليو حسيل جوغا ألت سيغا كيتامو
Okushta du dega doga Yakiten chubiazamo Habergi khila sokhizan Lübush velbak bukot Amma du erna sadizan Dilar kazak yasadot Dilar kazak yasadot Zaman ışkın vada yakla Terdina giyada bakla Dagara soğiyada bakla Yityalat zerdi kuhan Yityalat zerdi kuhan Habergi khila sokhizan Lübush velbak bukot Amma du erna sadizan Dilar kazak yasadot გოგი ოჩიაუს აქვს ესეთი მოგონება. კავკასიელები მოძრაობის რიტმითა და ცხოვრების წესით გამოირჩევიანო. ნახეთ, ჩერქეზი როგორ დადის, პანტერასავითო, ბელორუსი წვიმით გაჟღენთილ ხვარს გავსო. ხევსრებს არ აქვთ რიტმი მოძრაობაში, ცუდად დადიან. ქისტები მოძრაობით გამოირჩევიან, შეადარე, გინდაც ჩეჩენი და რუსი, ჩეჩენის ცეკვა მტაცებლის გაცია. ეს სანდრო ახმეტელმაც იგრძნო მის თეატრში დადიოდნენ კავკასიურად. ერთხელ ბერდედა წამყვანი კინოში, მთისკამონი გადიოდა. ბესტაინი იყო ოსი, ის თამაშობდა. უცბად ბერდედამ დაიწყო, ო, რაყელ მართალი, აი ქისტი. ყველა მომტრიალდა, ვერ ვაჩერებ. აგე ქისტი, აუ, ეს მსახიობი დადიოდა რიტმულად, მოხდენილად ის მოეწონა. არხოჩი ხოკუტი იყო ქისტებისა. და საოცარი კიდე ძალიან ბევრი მტრების წუთის სოფელი ქისტური შოთა არაბულის აღწერილია ქისტი ხიზრის ცეკვა ეს არის საოცრება და ბოლოს ამ ნაწარმოების ბოლოს დედა რო ეკითხება რატო არ მითოფეო ხევსურს რო ეკითხება სისხლის აზაღება ჩასული ხევსური ჩასაფრებულია და იმ დღეს ხიზრი თავის დას ათხოვებს და რო დაინახავს რომ ჩასაფრებულია გამოდის წრეში და იწყებს ცეკვას რომ თავის ყელს ამ მოთყვიას უმიზნებს და არ მოკლავს უდენად აღთვალებულია ამ ცეკვით გაგათბერდია და მე დედა რო ეკითხება რატო არ მითოფეო ჩემშვილს კანიერი მკერდი აქვსო იმიტომ არ გითოფე დედი რომ ასეთ ქისტურს ხავი ვერავინ ითამაშებდა ამბობს ძალიან მაგარი ხევსური კაცი და ამდენად ქისტური კულტურა ფიქრობ რომ აი ამ ქართულმა მწერლებმა ისე წარმოაჩინეს რომ მეტი კომენტარი ამას არ სჭირდება თუმცა უნდა აღნიშნოთ იმ ადამიანების ღვაწლი რომლებმაც გამოიტანეს პანკის გარეთ ქისტური ცეკვა ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის დამსახურება მე ვეცდები რამოდენიმე ადამიანის სახელგვარი მაინც თქვა იმიტომ რომ ამ ადამიანების სახელები არ უნდა მიეცეს დავიწყებას მართალია ციგნში შევიდა და რა თქმა უნდა ციგნი არის ყველაზე კარგი საშუალება მათი უკტავყოფისა თუმცა მაინც უნდა ვახსენო სხვათა შორის ძალიან ცნობილი მუსიკოსები პანკის ხეობაში არ ვიცი აბსოლუტურად ყველა ცეკვავდა და ქისტური ქორწილები იყო გამორჩეული იმიტომ რომ ძირითადად მაინც ცეკვისთვის იკრიბებოდა იქ ხალხი რა თქმა უნდა სიმღერაც სწორს არ უდებდა ცეკვას მაგრამ ცეკვა მაინც ქისტებისთვის იყო ეს გენეტიკური კოდი და არსნაყდა იუნუს ადამოვები იყვნენ მათი მაშვილმა ახიათ ადამოვმა პირველმა გაიტანა პანკის გარეთ ქისტური ცეკვა მისი დები და ეს 4 დედმამიშვილი იყვნენ მუხმად და ახმად ადამოვები და მედი და იაზანო დები ყავდათ და 4-ე სასწაულად ცეკვავდეს რომ იმ პერიოდში ეს გახლავთ 60-იანი წლები თუ რაიმე კონკურსი ცეკვის ფესტივალები ტარდებოდა საქართველოში ყველგან იღებდნენ მონაწილეობას და ყველგან გამარჯვებულები უბრუნდებოდნენ პანკის ხეობას აი ამ დროს ბისოთი მარგოშვილის დიდი მოწადინებითა და ახიათ ადამოვის ასე ვთქვათ ხვაწლით შეიქმნა ეს ანსამბლი მაშინ დუის საჯარო სკოლის ფაზაზე ფოტოების ნახვის შესაძლებლობაც გვაქვს თავიდან აი ესე დაიწყო და შემდეგ უკვე იყვნენ ესეთი ძალიან ძლიერი პიროვნებები გოგია და ხარება ბაღაკაშვილები
ტყუპი ძმები, რომლებიც ეკავდნენ ერთმანეთს, ვერ გამოარჩევდით. ჩემი ბავშვობა, მამას ახლოც მაგაცები იყვნენ და მათ თვალწინ გავიზარდე, ასე თქვა. და არასოდეს დამოწდება ეს ცეცხლოვანი ქრისტული ცეკვები, რასაც ეს ძმები ასრულებდნენ. თან ხარება გარემოზე უკრავდა გოგია დროზე და გოგიას ჰქონდა ანსამბლი პანკისი ხანტაზიოთა ანსამბლი მე მახსოვს აი მოამბეში ძალიან შტატი იყო ხოლმე ამ ანსამბლის ცეკვები და აი უდიდესი სიხარული იყო ჩვენთვის მათ რა ბავშვები ცეკვავდნენ საოცრად ეს ხანტაზიულები მე მათ უფრო პატარები და რაღაცა სასწაული იყო მართლა ჯადოქრები იყვნენ ცეკვის და მადლობა ამ ადამიანებს რომ შეინახეს და მოიტანეს ჩვენამდე ეს წარსული ქრისტესისა სამწუხაროდ უკვე 90-იანი წლებიდან რთული პერიოდი იწყება არა მხოლოდ ქრისტესთვის, სრულიად საქართველოსთვის, კავკასიისთვის და ალბათ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და ამდენად ცეკვისთვის და სიმღერისთვის ბევრს არ ეცალა, დაიშალა ეს ანსამბლებიც. მე თვითონ გოგი ბაღაკაშვილმა აღადგინა ანსამბლი პანკისი და 2005 წელს ბოლო ფესტივალი რომელთაც ოქროს მედალი ჩამოიტანა ამ ანსამბლმა შემდგომ სამწუხაროდ გულით გარდაიცვალა მანამდე ხარებაც გარდაიცვალა და ვეღარ მე ისევ რაღაცა პერიოდი შეწყდა და ბოლოს ეს ანსამბლი პანკისი აღადგინა ბელა მუთოშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ძალიან კარგი პერიოდებიც ჰქონდა და არ უნდა რომ დამამიწყდეს მანამდე იყო ერთ-ერთი ქისტი ქალის ნამდვილი სახე თავის ერზე, თავის კულტურაზე, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ესეთი მაყვალა მარგოშვილი, რომელმაც მანამდე ბელამდე შექმნა ანსამბლი, სხვათა შორის ქისტი ქალები მოიხსენებათ, გალობებით არიან ძალიან ცნობილები. აი ეს ანსამბლი სინთეზი იყო გალობებისაც, სიმღერა ცეკვისაც. ეს ძირითადად პროქალები იყვნენ მაყვალას ანსამბლში, მაშინ დაიწყეს ეს აი 95-16-18 წლები 2000-იანი წლები გაიტანეს საზღვრებს გარეთ ეს ანსამბლები თურქეთში, პოლონეთში, საფრანგეთში. აი ამ ქალმა მოხუცმა ქალმა შეძლო რომ ეს თავისი ხალხის კულტურა მთელი მსოფლიოსთვის გაეცნო, მისი უდიდესი დამსახურება, მისი ღვაწლია, შეუდარებელი ქალი იყო, რომელიც უანგაროდ თავისი ჯიბიდან ამოღებული ფულით აკეთებდა საქმეს, ისე კი არა რომ ამით მოგება ენახა, არა, თვითონ ხარჯავდა თავის საკუთარ სასწრებს და თავის ხალხს კულტურა და რუსთაველის თეატრზე ძალიან ბევრჯერ მოგეხსენებათ ლექსო არ დაიკარგები საღამოები როცა იყო, აი ამ საღამოებზეც განსაკუთრებული იყო ხოლმე მაყვალას მიერ ჩამოყვანილი და აი მე ყველაზე ბედნიერი როდესაც აი გალობის მერე მთელი დარბაზი ფეხზე და კარს უკრავდა ხოლმე ამ ანსამბლებს და დღესაც აი როგორი ორგანული ნაწილია პანკისი და ცხოვრები ქრისტეს საქართველოს როგორ უკრავენ ხოლმე ახლა ძალიან რო არ გამიგრძელდეს გადავიდეთ მარიამზეც ბევრი მაქვს სასაუბრო ესე იგი 2 წლის ასაკიდან დგას მარიამის სცენაზე ისე პანკისში აი არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს მაგრამ იმდენი ადამიანები კულტურის მოღვაწეები იმდენი არიან რომ აი ძალიან გამიჭირდება ჩამოთვლა მაგრამ მაინც უნდა აღნიშნო აი დები რაისა და ტაისა ახანაშვილები რომლებიც მართლა აი კორიფეები არიან ამ კულტურის სათავეში დგანან ქეთო მუთოშვილი ძელებს აღარ ჩამოვთვლი ნაზო გავრგაშვილი და გოგის ქალიშვილი მზენარ ბაღაკაშვილი რომლებიც დღეს აგრძელებენ ამ მამის საქმიანობას აგრძელებს და ეს ნაზო გახლავთ პირველი და ლამის უკანასკნელი ქრისტის საქმეები ქალი პანკისის ისტორიაში იმიტომ რომ ულამაზესი ქალბატონი თანამშრომლობდა მასთან თანამშრომლობდნენ თენგიზ მირზაშვილი ცნობილი ჩვენი ყილია ელიავა ფერმაშიც არის გადაღებული ქვიშანი დარჩებიან მაგრამ მე მამამისმა როგორც კი ქალად ჩამოყალიბდა უკრძალა საერთოდ როგორც ხდება ხოლმე კავკასიის სინამდვილეში სამწუხაროდ და ეს ულამაზესი მსახიობი მან დაანება თავი მსახიობობას თუმცა დღეს მაინც კულტურის საქმეს ემსახურება ასევე არიან დები ლინდა და ლანა გუნაშაშვილები ლანა ისეთი ასე ვთქვათ
მოწადინებული და ესე იმდენად ცდილობს თავისი კუთხის, ისტორიული კულტურის, ისტორიული მუსიკის გადარჩენას, რომ ფოლკლორის ცენტრის ბაზაზე სამოთმარო სკოლაც კი შექმნა და აი ესეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ქებასაც, იმსახურებენ იმასაც, რომ მათი სახელები დარჩეს ისტორიას. ეხლა რაც შეეხება მარიამს. მარიამი 2 წლიდან დგას სცენაზე. მახსოვს მათი ალმუთაშვილის საღამოს ვატარებდით სხეობაში ჯოყოლოს სკოლაში და ჩვენი სამინისტროს ეგიდით ტარდებოდა და რეინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატი გახდათ მაშინ. და ელენე თევდორაძე და ჩვენ მიხარით ჩასული მრავალპროფილური ღონისძიებები ჰქონდა და ვარასდროს დამამიწყდება ელენეს გაშტერებული თვალები, როცა 2 წლის ბავშვმა ესეც სასწაულად იმღერა იმ დღეს და იქიდან მოყოლებული მარიამი დღემდე თავისი გასაოცარი ნიჭით და იზრდებოდა და თავის ნიჭიერებით აქტუალობაში მოყავდა ყოველთვის ნახველიც და მსმენელიც. მახსოვს იყო რამოდენიმე კონკურსი, სადაც სამწუხაროდ ახმეტაში ჩატარდა ახალი თაობა, ესეთი კონკურსი იყო, სადაც გაიმარჯვა მარიამმა, პირველი ადგილი ეკუთვნოდა, მაგრამ სამწუხაროდ მეორე ადგილი ჩვენ შეგვეძლო სასამართლოს ძალით ეს გამარჯვება ვეღიარებინა, მაგრამ მისი მამამისი არის აი რაღაც წესიერების სიმბოლო და არ იქადრა ამ კაცმა, თუმცა ისინი კი იყვნენ ღირსები, რომ ჩვენ ეს დავა სასამართლოში შეგვეტანა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა აღიარებდა მარიამის გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტელეფონით ხდებოდა, წამდგენია ხსტების გუნება, მთელი ბანკის ხობა მის გვერდით იდგა და ხას აძლევდა და რომ მოიგო ხვალაში ორი აზრი არ არსებობდა. თუმცა მას მარიამი არ შეუშინებია, მარიამი თავის ხელოვნებასთან ერთად ეუფლება იურისტის ძალიან დიდ კვალიფიკაციას და თავის კუთხეს მოიმსახურება როგორც იურისტი, ასევე როგორც ხელოვანი. მე არ მინდა რომ გამიგრძელდეს და ვთხოვოთ თვითონ მარიამს, რომ თავის თავზე მოგვიყვეს უფრო კარგი იქნება, ისე და ძალიან გამიგრძელდა საუბარი. გისმენთ მარიამზე. პირველ რიგში მოგესალმებით, უბნეს მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ასევე მაყურებლებს. მე დღეს აქ ვარ არა მარტო ჩემი სახელით, არამედ ჩემი სურგს უკან დგას ჩემი ხეობა, ის განსაკუთრებული კულტურა, რომელმაც მე პიროვნებად ჩამომაყალიბა. ბავშვობიდან ვიზრდებოდი ჩემს კულტურაზე უზომოდ შეყვარებულ ოჯახში, თავიანთ კულტურაზე უზომოდ შეყვარებულ ოჯახში. თანამედროვეობის ნიშნაზე და დღეს მე მაქვს უდიდესი პატივი და სცენაზე და სცენის მიმართ სულ ვცდილობ ხოლმე ვიყო ის ცოცხალი ხიდი, რომელიც დააკავშირებს ჩემს გამორჩეულ ხალხს და გამორჩეულ კუთხეს გარე სამყაროსთან. რაც შეეხება ჩემს მოღვაწეობას, ჩემი განვითარება როგორც ქალბატონმა მეკამახსენა 2 წლიდან დაიწყო სცენაზე და მინდა ვახსენო ისიც, რომ ზუსტად ამ კონკურსებიდან და ამ კონცერტებიდან, ამ შემოქმედებითი საღამოებიდან გავხდი ასე ვთქვათ ცნობილი და შემდეგ გავაგრძელე ჩემი კარიერა. ასევე არ შემიძლია არ აღნიშნო ისე, რომ 2019 წელს შევედი ანსამბლში და ვიტყოდი, რომ ქალბატონ ბელამუთაშვილს ჩემს განვითარებაში და მსოფლიო დონეზე ჩვენი ანსამბლის წარდგენაში ლომის წვლილი მიუძღვის. როდესაც სცენაზე გავდივართ ხოლმე, ჩვენთვის ასე ვიტყოდი, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის კულტურული ელჩები, ქისტების და ზოგადად ჩვენ მაინახური კულტურის კულტურული ელჩები. ძალიან ბევრ მსოფლიო დონის კონკურსზე მივიღეთ მონაწილეობა და ყოველთვის როცა სცენაზე გავდივართ ხოლმე, ეს არ არის ჩვენთვის მხოლოდ კულტურული პერფორმანსი, ეს არის ყველა ბგერა, ჩვენი ყველა მიმოხრა, ასე ვთქვათ, ჩვენი ყველა სიმღერა დაკავშირებულია იმ ისტორიასთან, რომელიც ჩვენ წინაპრებმა დაგვიტოვეს და ჩვენთვის როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის სულ ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა და ქართული კულტურაც და ქართული ფოლკლორი ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ქისტურ და ვაინახურ ფოლკლორთან ერთად ჩვენ მსოფლიო დონეზე ქართული ფოლკლორით გავგვეუბნებთ, როგორც ლუჟარისთვის მადლობა. და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე ის ემოციები, რომელსაც ვაგროვებთ ზოგადად საზღვარგარეთს და ერთ-ერთ მომენტს აღნიშნავ, არასდროს არ დამოვიწყდება ნიდერლანდებში მქონდა კონცერტი და საქართველოდან წარდგენილი ელჩი იყო, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა და ბოლოს უდიდესი მადლობა გადაგვიხადა და გითხრა, რომ არ ვიცოდი აქამდე ანსამბლის შესახებო და ჩემთვის
და ბოლოს ჩემს სიტყვას დავასრულებ იმით, რომ ძალიან ამაყი ვარ, რომ მერგოწილად ვიყო ქისტი და ძალიან ამაყი ვარ, რომ ვარ ჩემი ქვეყნის კულტურული ერთში, ასე ვთქვათ, ხელოვნების ენით და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, როგორც აღანა ვნიშნე, სცენაზე და სცენის მიღმაც არ დავივიწყო ჩემი კულტურა, ჩემი ხალხი და ყოველთვის ვცდილობ ვიყო ისეთი ღირსეული ადამიანი, როგორცაც იმსახურებს მათის ხეობა და ჩემი ოჯახი. სხვათა შორის ლეილა უნდა აღნიშნო, რომ საოცარი ხმის ტემბრით გამოირჩეოდა მარიამის დედა. ესენი იყვნენ სამი დანი, თია, თამთა და თამარი. სამივე მღეროდა სასწაულად, სამივე ცეკვავდა გამორჩეულად და სხვათა შორის გენეტიკურია, სხვათა შორის მარიამის დედა თამთა რომ მივიყვანეთ მაესტრო ანდროლაძესთან, ნოდარ ანდროლაძესთან მოусმინა და გაუხსება ვერ დაფარა და თქვა რომ ეს უკვე ჩამოყალიბებული, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოახერხა თავისი რეალიზება პროფესიის. მათი ბებია, მისი ბებია დედის დედა და დედაც მღეროდნენ და მათი დიდი ბებია დღესაც ცოცხალია და ცნობილი მეგარმონი იყო პანკის ისტორიაში და არ დამოვიწყდეს, აი პანკის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ცეკვის ჯადოქარი იყო იოსებ ცათიაშვილი, რომელიც ცეკვავდა ჯერ კიდევ ჯანო ბაგრატიონის დროს სუხიშვილებში და სუხიშვილი, დიდი სუხიშვილი იყო, ამბობდა რომ იმ დონემდე ქრისტურის შესრულებას, რომელსაც ბატონი იოსები ასრულებს ვერავინ ვერ შეძლებს და ძალიან ბევრი საოცარი კომენტარებია და შეფასებებია იოსების ცეკვისა, სხვათა შორის, როდესაც სცენაზე გამოდიოდა პირველი იყო, იმიტომ რომ საოცარი მუხტი შემოქონდა და მე შეხედვა თქვეს რომ ტაშს მე იმიტომ არ გვიკრავენო რომ მაყურებელი იღლებაო და მაშინ გადაწყვეტა ხელმძღვანელმა რომ ბოლო ყოფილიყო და ბოლოს ინგრეოდა ესეთი ტაში სასწაული მისი ცეკვა მამა ჩემი ციხსენებს ძალიან ხშირად რომ როდესაც ქისებში იყო ქორწილი და იქ იოსები გამოჩნდებოდა თუკი დაიხეოდა ხმა რომ ჯარჯი უსუხი ახმოლეს იყო საოცრება მისი ცეკვა ეს დარჩება სამწუხაროდ არ დარჩა იმიტომ რომ არც ერთი ფირი არ დარჩა მიუხედავად იმისა რომ ასე დიდ ანსამბლში ცეკვავდა წლების განმავლობაში და თავად მამა ჩემი ანსამბლი ვაინახში რომელიც მსოფლიოში ცნობილია ეს ანსამბლი ვაინახი ცეკვავდა და მისი ცეკვა თუ იქნება შესაძლებლობა არ ვიცი რამდენად მოგვცემს აი მის ცეკვას მიცოცხლებს ერთ-ერთი ინგუშის ცეკვა რომელიც მართლა საოცრებაა და თუ გქონდა შესაძლებლობა შეგვიძლია და მე ხა ძალიან მინდა მოდი ახლა ხომ არ ვაჩვენოთ ტელემაყურებელს პატარა მარიამის სიმღერა ბატონი ტარიელის საღამოზე რომ მიმღერა და ტარიელმა რო ეტირა ესე კარგად მახსოვს ესე კარგად რომ მღეროდა პატარა მარიამი ის ვიდეო ვნახოთ ليلي مرات دنيا مغنوط عسى درجنا غيري قناش قد الله شوني قد حرجنا قيسة الله تبوسا قيسة لتا تدوسو شيسة لتا شوي غسا ما مرزت إشياتا دنيا مدعو
ეხლა ჩვენ საკრავი არ გვაქვს, ამის საშუალება არ გვაქვს, თუმცა დღეს მარიამი შეასრულებს სიმღერას კი არა. ეს არის აი რაღაცა ჩეჩნობის საფუძველი, რომელიც უბრალოდ მუსიკალურად არის გაფორმებული, სადაც ის ჩეჩენი ამბობს, რომ მე ყველაზე მეტად მეშინია, რომ კაცებმა აიტირო. ეს იყო მამასაც და საერთოდ ალბათ ხობაში არ მოიძებნება უხუცესი, ვისაც ამ სიმღერის დროს თავზეც რემი არ მოადგება. დიახ. მოსმენთ მარიამს ხო? خزانيك هي خدا قرصو دي كانك هي خدا خزا چح دي كچح حدنا حو غر الله يلخرنا قرصو خزا چح دي كچح حدنا حو غر الله يلخرنا قرصو حخزا لمحي قرصو حيزدي تركحي قرصو حويتي قرصو نختي قرصو قنخي بالخرنا حخزا لمحي قرصو قرصو قنخي بالخرنا შესანიშნავია, მაგრამ მე მომადგაცრებლები გაიხარა ბედნიერი იყავის უზარმაზრებად შინაარსი ესმის და ქრისტიანებიც არიან დიდრები, რომ ორენაზე თავისუფლად არიან, ორივე მშობლიურია და მარიამი ისეთი დიდი ოსტატობით და დანარჩენი პანკსელი ქრისტებიც მღერიან ქართულად, როგორც მშობლიურ ჩეჩნელაზე. დიდებულია, მაგრამ სულ წარმატებები და ბედნიერი იყავი. რაც შეეხება თვითონ იმ გალობას, ნაზმი რაც არის ჩეჩნურ სინამდვილეში, აი ეს მოხუცი ქალები რო ჩამოყვავს ჩვენს ეს საოცარი ატაშია იმათი გამოსulis ეს ხო იცით თვითნაბადია მათ ხო ერთი ნოტიც არიციან ასეთი ინგრება ტაში და რამდენჯერმე როგორი ბედნიერები არიან მე უნდა დაახოთ ამ ტაშით ისეთი ბედნიერები მე მიყავენ ხო კარგად გაშევასრულეთ სიმღერაც არ არის ეს არის გალობა ეს არის ნაზმი სხვათა შორის თემის მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ კავკასიაში არის ეს ნაზმი და განსაკუთრებულად მაღალდონეზიან მიღწეული ჩეჩნებსა და ინგუშებში მოგეხსენებათ იქ ჩეჩნები დღემდე ამ ტრადიციული ისლამის მიმდევრები არიან და ერთ-ერთი ნაწილია ნაზმის სწორედ ამ ტრადიციული სუფიური ისლამის და იქ ასრულებენ მამაკაცების საოცარი ოსტატობით და ქალებით. ბანკის ხეობაში ამ ნაზმის დიდ ოსტატი გახლავთ ქალბატონი რაისა ავხანაშვილი, რომელიც ერთხელ გიორგი უშკიშვილი იყო ჩამოსული ბანკის ხეობაში და ეთქვა კიდეც რაიმე აპარატი ხო არ გიდგას უყელში როგორ ახერხებო. აი უაღრესად პატრიოტი, უაღრესად ენერგიული, უაღრესად ისეთი ქალია, რომელიც ცდილობს, რომ ეს თავისი ხალხის კულტურა უცხოელები ჩამოვიდნენ უგესნებათ ამ ბოლო პერიოდში ბანკის ხეობაში ძალიან ბევრი და იქიდან მართლა ცრემლიანი და მეჩეთშიც ხდება ხოლმე ამ ნაზმის შესრულება. საერთოდ ნაზმი არის განსხვავებული ჟანრის მელოდია, სადაც არა მხოლოდ რელიგიურ, უმეტესად რელიგიურ თემაზეა შექმნილი ნაზმები, სადიდებელია ალაჰის მოციქულის და სხვა წმინდანების, თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევაში არის საერო ფოლკლორისა და ასე ვთქვათ რელიგიური ტექსტების ნაზავი, რეფრენად რელიგიური ტექსტები მიყვება, თუმცა იმ მახსოვს ომის პერიოდში როგორც შემზახილები რეფრენად ჯავაჰარ დუდაევ, ასლამ მასხადო ეს ემატებოდა ხამზადგირაევის სახელები და აღამშთოვანებდნენ მებრძოლებს, რომ კიდევ უფრო დიდი ჟილით ჰქონდათ მტრის მიმართეს გამოხატული რისხვა. ესე რომ ომშიც ეხმარებოდათ ეს ნაზმი, მედი მაქვს რომ მარიამი ამ ნაზმის იმასაც გვაჩვენებს ახლა და რაღაცით არის ვეცდებით ეს კულტურა მაჩვენებს მაყურებელს დიახ ისმენთ ბარი اللهم صل على
ومن شعيل حسنا نخشيش عادك يويل حاسوينا سنانا ماتوالرنا وقروش شلوالرنا وقروش آغانا تخكروش غلدلا وجرنا قروش سوجنا هرده أحمو خلوردوتي سوبنا سنانا صبر خلالا صبر خلالا صوبنا سنانا محتو خوش غدا صوبنا سنانا سوجنا بتحونا دايمخك وعخلا إلو تاليتا فرغة واخا سوجنا بحونا دايمخك وعخلا إلو تاليتا فرغة واخا سنانا غتلا صبر سنانا ექსპერიმენტის ისეთი ზაფრი და ემოციური ეს არის ომში წასული შვილის ანდერძი დედისადმი რომ ის არ დაიცეს და დედას შემოუწახეს და ხნები ყოს შენო მაშინაც კი გეშინოდაო როცა მე აკუნის არტახი მოუწდებოდა და სუშიში ქონდა განმოვარდი დღეს როგორ შეიძლება ამის განმავლობას მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ნან არის შეჩნდა დედა აბა აკინებდი ამისთან ახმის პატრონი მარიამ რა იქნებოდა მარიამ საყვარელო ბევრ ქვეყანაში იყავი გასტროლით რომელი ქვეყნის მაყურებელი მოგეწონა აი უფრო მეტად ვერ გამოვარჩევ ეს მაყურებელი რომ კი ყველგან ისეთი ემოციებით დატვირთული ბრუნდებოდით ყველა მოდიოდა გვეკითხებოდა სიმღერის შინაარსებსაც კი გვეკითხებოდნენ ხოლმე როგორც ნაზმებს ასევე ფოლკლორულ ვაინახები ფოლკლორულ სიმღერებს და ქართულ ფოლკლორს ვასრულებდით 1 საათი გქონდა როგორც ნაზმებისთვის და ქისტური ფოლკლორისთვის ასევე 1 საათი ქართული ფოლკლორისთვის და იმდენად განსხვავებული იყო და იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენთვისაც და მათთვისაც რომ ვფიქრობ სტერეოტიპებიდან გამომდინარე ძალიან სხვანაირად უყურებდნენ ჩვენ საზღვარგარეთ გასვლას თუმცა ისეთი სახელით ჩამოვდიოდით ხოლმე რომ ვეღარ გაუხლებოდნენ და ეს არის ყველაზე საამაყო ასე ვთქვათ ჩვენთვის და როგორც უკვე წეღანა უღვნიშნე ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს პანკისი როგორც ერთ-ერთი კულტურული ის პანკისი ხეობა სადაც კულტურა ასე ვთქვათ სულია ამ ხეობის და ასევე სიმშვიდე და სიყვარული მოდის თითოეული ჰარმონიული ფერიდან და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ მარიამ აბარა დიდი მადლობა აი მე მაგალითად ვინატრებდი რომ შენ შექმნა სტუდია ბავშვების უამრავი ბავშვი მოიწვიო და ეს ყველაფერი ასწავლო რაშიც შენ ასეთი დიდი ოსტატი ხარ და პროფესიონალი მაინც შენი სამომავლო გეგმები რა არის მარიამ მეც მაგისტრს ყველა უცნება და გეგმა მაინც ჩემთვის პირველ რიგში როგორც უკვე აღნიშნე ქისტური კულტურის შენარჩუნება მით უმეტესად 21 საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანია თუმცა როგორც ქალბატონმა მიქამ აღნიშნა სწავლობილია სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვარ მესამე კურსის სამართლის სტუდენტი ხეობაში არ გვაქვს ესე ვთქვათ იმდენად მაღალი იურიდიული მომსახურება რომ შეგვეძლოს თავისუფლად მივიღოთ ეს მომსახურება და ამ კუთხითაც მინდა რომ ჩემ ხეობას დავეხმარო და ვიყო ერთ-ერთი მათთვის ღირსეული და განსაკუთრებული იურისტი და დავეხმარო იმ საკითხებში სადაც ჩემი დახმარება დაშიშვილი ხარ მარიამ მე ხალხები გამყოფოს საკუთარ ხალხს ამერაც შეიძლება მისიური პროფესია ჩვენს ხეობას და მინდა მართლა უღმესი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს ველამოთოშვილი გახლავთ ქისტების რძალი წარმოშობით არის წოვათუში იგივე ქისტია ქისტები არიან წოვებიც და სვათუში შეიძლება ეს დიდად არის სიამოვნოს მაგრამ ისტორიულად ასე ყველანი ერთნი ვართ არ შეიძლება ჩვენი გარჩევა მადლობა მინდა უთხრა ბელას რომელიც ასე მუხრჩა უბრალოდ იბძის და ვაინახური კულტურა, ქისტური კულტურა გააქვს მსოფლიოს მადლობა აქედან სხვადასხვა ქვეყნებში და განსაკუთრებული მადლობა იმ უხუცეს ქალებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ აი უჭირთ გომბორზე გამოსვლა, მაღალი წნელები აქვს, ზოგადად 80-95 წლის ქალებიც კი ჩამოდიან და ჩემი გულწრფელი მადლობა როცა ვურეკავ ისე მორიდებით, მოწიწებით და
ვერც ვერაფერს ვერ თავაზობ იმის გარდა რომ ქართულ მაყურებელს საქართველოს მოსახლეობას ასიამოვნონ, დიდი სიამოვნებით თანხმდებიან, ჩამოდიან და დიდხანს გვიცოცხლოს უფალმა მათი თავი, იმიტომ რომ ისინი არიან ამ კულტურის გამგრძელებლები და შემნახველები და მადლობა მათ ამისათვის. განსაკუთრებული შტრიხია ჩემთვის ის, რომ რამდენი ქართველი მღერის ქისტურ სიმღერებს. ეს იმდენად სასიამოვნო ამბავია, რომ იმდენად გოგოჭრებმა არაფერმა გელადაიაურმა დაიწყო, გელადაიაურმა გააცოცხლა ქისტური მალიქა. სათავეში კარგად მახსოვს 2000-იანი წლები იყო, როცა დაუწერე ტექსტი, მაგნიტოფონი იყო მაშინ, ტელეფონების უფლება არ იყო მომასმენინე და პირველი გელადაიაური იყო, ვინც მალიქა ააჟღერა და შემდგომ უკვე გოგოჭრებმა, ცნაყეურებმა, ძალიან ბევრმა სხვადასხვის გამორჩეულად თბილად მღერის მალიქას დათოქინჭიაში. ესე თბილად მეგობრით და ჩეჩნებიც ვერმღერია და გოგოჭრები ჩეჩნეთში რო იყვნენ ჩასულები I'm სიმღერის ავტორთან ერთად იმღერეს და მე რამდენიმე წელში გარდაიცვალა შეხვედრიან ავტორს. ესეც და არ ვიცი ეს ქისტური კულტურა ვერც გამოარჩევ, იმდენად ერთიანია ქართულ კულტურასთან ერთად და როგორი სასიამოვნოა რომ არასოდეს ქისტები, აი როგორც უცხოები არასოდეს არ ყოფილან ამ ქვეყნის დიდ კულტურაში და ამდენად უაღრესად მნიშვნელოვანი შტრიხია ქისტებისთვის ეს. ძალიან სასიამოვნოა. ყავდეს ქისტურ კულტურას უამრავი გამგრძელებელი. მარადიული იყოს ეს კულტურა, უამრავი ნიჭიერი ადამიანი წარმოჩენილი იყოს კიდევ. და ბედნიერნი ყოფილიყავით. ბაჩო ტელემაყურებლებო, არ მომეტება ვთქვა, მაგრამ ეს გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ რა თქმა უნდა კიდევაც გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ ქისტ ხელოვანს წარმოვაჩენთ ჩვენს გადაცემებში. მე ისინი ძალიან მიყვარს. მე მათ გულშემატკივრობ და ბედნიერი ვიქნები თუ ისინი ჩემს გადაცემაში მოგზადებიან და აქედან ისაუბრებენ და თავიანთ ხელოვნებას აქედანაც წარმოაჩენენ. ჩვენი სტუმრები მარიამი ბაღაკაშვილი, უნიჭიერესი გოგო, ქისტი გოგო და ქალბატონი მეკა ხანგოშვილი. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო ტელემაყურებელს. მადლობა ლეილა ამ შესაძლებლობისთვის. Ela allo marja yaxshi noxchigenti shu hasbiyata shela yo allo პირადად ლექსით ცოცხლობ და მინდა რომ თქვენს გიწიგლოდოთ თითო ლუგმა როგორც სეფის ხველი.